ისეთი, მოდი ვიტყვი ასე, ბევრი დახუნწული, ძალიან ტევადი პროცესი მიმდინარეობს ახლა მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. და იმდენად დახუნწული პროცესია, იმდენად მნიშვნელოვანი ამბები ხდება, რომ ყველა საკითხისადმი ყურადღების გამოჩენას უბრალოდ ვერ ასწრებ, ვერ ადევნებ ყველაფერს თვალყურს. ვით უფრო ვერ ასწრებ შემოსაზრებით გაანალიზებას და ამიტომაც ძალიან რთულია გულახდილად გეტყვით ესე სრულყოფილი მომზადება ნებისმიერი მასალისა, მათ შორის ინტერვიუსი, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეს ჩემი მოსაზრებით და ერთ-ერთი ამგვარი საკითხი არის კავკასიაში მიმდინარე პროცესები, ზოგადად რეგიონში და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე პროცესები. და მე ვერ ამოვული სწორედ ამ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და ვინიცის და გადავწყვეტები უკრაინის საკითხსაც ან კიდე სხვა საკითხებსაც დიპლომატი გიგი გიგიაზე გვერდება ახლა სტუდიაში, რომელსაც მივესალმები. გიგი, მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. ყველაფერზე საუბარს რასაკვირველია ვერ მოვასწრებთ. მესმის რომ პირველი კითხვა ცოტა ზოგადი ხასიათის არის, მაგრამ იქნება ასე დავიწყოთ და მე უფრო გავშალოთ. რა მოხდება, ან რა ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ერთ კვირაში სომხეთის რესპუბლიკაში. ეს ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც ხანდახანზე ხშირად მეორეხარისხოვან საკითხებზეა გადართული, შესაძლოა საინტერესო არ არის. მაგრამ მე თუ ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, მეთქი არც მე და არც შენ თუ ვიტყვით ამას, არ გადავაჭარბებთ. და მაინც რა ხდება ერთ კვირაში, რა მოხდება, რა შეიძლება მოხდეს სომხეთში უკაცრავად უკრაინაზე კითხვა. მოგესალმებით, იოსალმე ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. დიახ, ერთ კვირაში 7 ივნისს ჩვენ ვიხილავთ რეალურად რა მოხდება სომხეთში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს ამჟამინდელი პრეზიდენტის პარტია, ამჟამინდელი პრეზიდენტი ფაშინიანი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის პარტია და მე ვისურვებდი, რომ ეს დინამიკა, რომელიც დაწყებულია ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ასევე წარმატებულად გაგრძელდეს. რას გულისხმობ ამაში? უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ჩვენ ვიხილეთ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ძალიან გააქტიურებული ურთიერთობები სომხეთთან, ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან. ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტები, რომელიც განხორციელდა სომხეთში. ჩვენ ვიხილეთ ძალიან პირდაპირ მინიშნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც მზად არიან მაქსიმალურად დაეხმაროს სომხეთს გაუმკლავდეს იმ წარმოუდგენელ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან. ჩვენ ვიხილეთ მზადყოფნა ჩვენ ევროპელი პარტნიორებისა, რომ სომხეთთან მიმართებაში მოხდეს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მათი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ასევე მათთვის გაიხსნება უახლოეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ასე ვთქვათ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ და სომხეთი ახლა დაიწყებს ამაზე მუშაობას. მაგრამ რასაკვირველია, აქ არის ძალიან სერიოზული გამოწვევები. ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ პირდაპირ მუქარებს რუსეთის მხრიდან. თავად პუტინი არ ერიდება ძალიან ასეთ უხეში მუქარის ტონით საუბარს. დღეს რუსებმა გამოიწვიეს საკუთარი ელჩი სომხეთიდან, ანუ მაქსიმალურად ხდება სომხეთზე ხა ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რომ სომხეთმა შეაჩეროს აი ეს პროდასავლური პროევროპული დინამიკა, რომელსაც ჩვენ მაგრამ დიდი მე მგონი რომ რუსეთს მესმის, მაგრამ რუსეთს არ აქვს ბევრი პირკეთ, ყოველ შემთხვევაში 7 რიცხვამდე ერთ კვირაა დარჩენილი და აი ეს როგორც წავიკითხე დაახლოებით 9 საათის წინ, აი ამგვარი ინფორმაციასაც კი გავეცანი, რომ პრემიერ ფაშინიანის პარტია შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაზეც კი გავიდეს, ყოველ შემთხვევაში სოციოლოგიური კვლევების გარკვეული ნაწილი, გარკვეული სოციოლოგიური კვლევები ამაზე მეტყველებს ან ამას ადასტურებს. ეხლა ჩვენ რა, აი ყურე, ესე კითხავ, შენის დებართვით. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ კავკასიის რეგიონისთვის უზარმაზარი მნიშვნელობის ამბავი იქნება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მე ღიად ვუჭერო პრემიერ ფაშინიანს მხარს, რომ ეს იშვიათი შემთხვევაა პრინციპში დიპლომატიაში, ესე ქვეყნის ერთი ქვეყნის ლიდერი მეორე ქვეყნის ლიდერს ტრამპი კი ხშირად აფიქსირებს ხოლმე. იქ ორბანს დაუჭირა მხარი და აგე ფაშინიანსაც, თორემ დამარცხდა ფაშინიანი, ჩვენ იმედს ვიტოვებთ მაინც, რომ გაიმარჯვებს და დარწმუნებულებიც ვართ. უცნაურობაა, მაგრამ ახასიათებს ამ ტრამპს. მაგრამ საქართველოს რა?
აი სომხეთი მიიწევს წინ ევროკავშირისკენ, ოღონდ ისიც თქვა რომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს გარეშე. ვერ გადაახტება საქართველოს. და აი სომხეთის სხვა მხრივ განვითარებები, უვიზო რეჟიმი და კავკასიას რომ მოაქცევს, ინვესტიციებს რო განახორციელებს ევროკავშირი და ცალკე შეერთებული შტატები, ჩვენ რა სარგებელს ნახავთ საქართველოს? ხო, ირაკლი ძალიან კარგი შეკითხვაა. რეალურად საქართველოს ამ პროცესებისგან თავდაპირველად მოწყვეტილი რჩება, ჩვენთან არსებული მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, დღითი დღე ვარესდება, ჩვენ გვაქვს პირდაპირ მინიშნებები ჩვენ დასავლელი და ამერიკელი პარტნიორებისა, რომ აქ სერიოზული ცვლილებები არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოს ჩაერთოს სწორედ აი იმ პროექტებში და იმ დინამიკაში, რომელიც იქნება უახლოეს მომავალში რეგიონში, რომელიც უკვე რეალურად დაწყებულია. და საბოლოო ჯამში მე მაინც პოზიტიურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში ის პროცესები, რომლებიც დაიწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ჩვენ ადამიანთა ბოლო პერიოდში თვალყურს, რეალურად მე იმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონზე, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის აი ამ ნაწილზე, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ სამი ქვეყანა, მიმაჩნია, რომ ეს იქნება საბოლოო ჯამში ძალიან დადებითი, ასე ვთქვათ, გარემო საქართველოსთვისაც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან არაფერი არ შეიცვალა და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან გაგრძელდა აი ის ზეწოლა, აი ის დევნა და ის წარმოუდგენელი უკუსლა ყველა მიმართულებით, ამ შემთხვევაში რასაკვირველია საქართველოს ვერანაირად ვერ იქნება ჩართული და ვერ იქნება მოაზრებული აი ამ პროექტებში. ძალიან სამწუხაროდ. იგი სომხეთს და თუნდაც ესე ვიკითხავ აზერბაიჯანსაც. არ მინდა სიტყვა აწამოს სიტყვა ზეწოლა ან ზეგავლენა, მაგრამ აქვს თუ არა გარკვეული რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლებაზე მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ, მაინც რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია, სომხეთის და აზერბაიჯანის, ერევანის და ბაქოს, გარკვეულწილად მაინც კორექტირება მოახდინოს უკვე შემდეგ, აი 7 ივნისის შემდეგ, თუ გინდა ვიტყვი წლის ბოლომდე, იმიტომ რომ წლის ბოლო მაინც მნიშვნელოვანია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დალაგების კუთხით ამ პერიოდისთვის მოეწერება ხელი სულ მაქსიმუმ სამშვიდობო საბოლოო შეთანხმებას ამ ორ ქვეყანას შორის. რაღაცა მექანიზმი არსებობს თუ არა, რომ აი ამ სახელმწიფოებმა ერთადია რომ მესმის რომ აზერბაიჯანი ევროკავშირისკენ არ მიდის, მაგრამ ერთად შეიმუშაოს რაღაც გარკვეული ტაქტიკა, სტრატეგიები. მე მგონია, რომ ამის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს და იმაჩნია, რომ დაგეთანხმები იმ ნაწილში, რომ რეალურად საქართველოს გარეშე ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდება ამ ორ ქვეყანას აი ამ დაახლოების პროცესის წარმართვა, საქართველოს რჩება ძირითად ქვეყანას, რომელსაც პირდაპირ საზღვარი აქვს ევროკავშირთან, გულისხმობ შავი ზღვის მეშვეობით, მაგრამ ჩვენს გარეშე რეგიონი რეალურად არის ფაქტიურად დაკეტილი. საქართველოსთან მიმართებით, რასაკვირველია, ყველა ჩვენს მეზობელს აქვს მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ აქ იყოს შესაბამისად დასტაბილურებული მდგომარეობა იმისათვის, რომ ერთიანად ყველა ქვეყანა მისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რომელიც გაიხსნება უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიას გულისხმობ, ხო? რამდენად შეუძლია სომხეთმა გავლენა მოახდინოს ქართულ ოცნებაზე, მე აქ ნამდვილად გამიჭირდება პასუხი, რომ უფრო ალბათ ნეგატიურად ვიქნები განწყობილი ამ აზრისადმი, არ მგონია, რომ სომხეთის ხელისუფლება მათი გამარჯვების შემდეგ 7 ივნისის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ, რომ რაღაცა ფორმით შეიძლება რომ აქ შეცვალოს. უბრალოდ მიაღწევს ამ შედეგს, ამაში ნამდვილად ეჭვმეპარება, აქ ვფიქრობ, რომ გასცემთ უფრო სხვა პროცესები ვითარდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენთან უკვე ადგილი აქვს თავიდან ბოლომდე მიზანმიმართულად ევროპული გზის დაზიანებას, ევროატლანტიკური გზის თავიდან ბოლომდე გაჩერებასა და გათიშვას. ყველა ის მონაპოვარი ჩვენ გაგვეჩენია უკვე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, დაწყებული კანდიდატის სტატუსიდან და დამთავრებული ასოცირების შეთანხმებით. ანუ რეალურად აქ ბევრად უფრო სიღრმისეული პრობლემებია, ვიდრე ჩვენ ამას შეიძლება ვხედავთ. მაგრამ ვინ ახდენს? დიახ, გიგი მესმის, მაგრამ ვინ ახდენს გავლენას? ქართველი ხალხი, რომელიც ამდენი დღეა, რაღაც 550 დღეა, ისი ნაწილი ყოველ შემთხვევაში კუჩაშია და ხანდახან მაინც უფრო მრავალრიცხოვანია გამოსვლთა რაოდენობა, ზეგავლენას პროცესებზე ვერ ახდენს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცალკეულები ან მთლიანად ევროკავშირი როგორც ერთიანი ორგანიზმი გავლენას ვერ ახდენს ამ ხელისუფლებაზე. შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ესენი ელოდებიან, მაგრამ არ მგონია, რომ ის დელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაინც და მაინც იმას ეუბნებოდნენ ქართულ ოცნებას, რომ ხო, რა კარგად იქცევითო. დემოკრატიის უკუსვა სახეზეა. დემოკრატიის კუთხით უკუსვა ჩვენი ქვეყნისა. რამ შეიძლება შეცვალოს ივანიშვილი, თუ შეიძლება რამემ შეცვალოს საერთოდ. ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება. მე მგონია რეალურად რომ აი ყველა ის მონაწილის მხარე რომელიც შენ ჩამოთვალე რეალურად ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სწორდაც რომ მათ ქმედებებზე უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია და ყველაზე ძლიერი ფაქტორია ქართული ხალხი და ქართული ხალხის ერთად დგომა მათ ისინი შეეცადნენ რომ რაღაცა ფორმით მოეხდინათ 26 მაისს გამართული ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დემონსტრაციის ვთქვათ გადაფარვა იმითი რომ თქოს ეს არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი არ იყო ესეთი მოცულობა მაგრამ რეალურად ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რომ მათ აღარ აქვთ ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა და მათი მხარდაჭერა. მათ ეს ძალიან კარგად იციან. ეხლა რაც ხდება რეალურად ეს არის ის რომ ქართული ოცნება ცდილობს ყველანაირი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ისინი ცდილობენ რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ აი ეს მდგომარეობა და აუპირისპირდნენ სულ ყველას, ვინც აქამდე იყო ჩვენი მეგობარი, ვინც იყო ჩვენი პარტნიორი, ვინც მოგვეხმარა ჩვენ აქამდე მოსვლაში და ამ ფორმით მოატყუონ აი ის ნაწილი საკუთარი ამორჩევლისა, რომელსაც შეიძლება ბოლომდე კიდეც ჯერა მათი, რომ ესენი არიან რეალურად ეროვნული ხელისუფლება, არიან საქართველოს ინტერესების გამტარი ხელისუფლება, რაც რეალურად ასე არ არის. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი ახდენს მათზე გავლენას, საკუთარი, ასე ვთქვათ, საკუთარი მოცემულობით, ქართული ხალხი არის ძალიან ძლიერი 엘ემენტი, ძალიან უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, გავლენის მომხდენი, შემდეგ არის რასაკვირველი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, ისინი ძალიან დიდი ხნის მანძილზე თუ გახსოვს, ცდილობდნენ რაღაცა ფორმით ბრჭყალებში დაელაგებინათ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისინი ასე ვთქვათ, ამ დანაპირებსაც არ ერიდებოდნენ, ამის დაპირებასაც არ ერიდებოდნენ, რომ ახლა მომავალში ყველაფერი გაირკვევდა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოხდებოდა მათი ტერმინო გამოყენება გადატვირთვა, თუმცა რა გადატვირთვაზეა საუბარი, მათ თავად დააზიანეს ყველა ის ფორმატი, რომელიც ჩვენ გვქონდა ამერიკელებთან, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ დავინახეთ, ბოლო განცხადება რუბიოსი, რომელიც ჩავიდა სომხეთში და იქიდან პირდაპირ მიმართა ქართულ ხალხს, იყო ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რეალურად როგორი აღქმა ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. არც ამერიკა, არც ევროპა და ცივილიზებული სამყარო აღარ აღიქვამს ამ პოლიტიკურ ძალას ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამტარად. რეალურად ისინი ხედავენ, რომ ქართული ოცნება ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ნებას, ყველაფერ ქართულს, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ჩვენს დაახლოვებას დასავლეთთან და ცდილობს მაქსიმალურად დაუახლოვდეს რუსეთს და მაქსიმალურად მოაქციოს ჩვენი ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ მე ვიტყოდი ესე რომ ისინი ძალიან მოწყვლადი არიან ამ თვალსაზრისით, მათზე ახდენს გავლენას ყველაფერი და კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩემი აზრით არის ქართული ხალხი. სანამ საქართველოს მოსახლეობა გააგრძელებს პროტესტს, სანამ ჩვენ ვიდგებით ყველანი ერთად და სანამ ჩვენ ყველანი გააზრებულად დავუპირისპირდებით ანტი ქართულ ოცნებას, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ადამიანების ჯგუფს, ამას ექნება ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ექნება ყოველთვის დააკერებს შესაბამის შედეგს. იგი მადლობა აპასუხისთვის და განსაკუთრებით მადლობა რუბიოს ხსენებისთვის, სიმართლე გითხრა, აღარ მახსოვდა კი აცხადია მახსოვდა, მაგრამ ესე არ მქონდა გადაწყვეტილი რომ ამ კითხვით მოგმართავდი. რუბიოს მოლოცვა 26 მაისს, სწორედ 26 მაისს და იქ არის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე პასაჟი. განსაკუთრებით პირველ ყოვლისა ულოცავს ქართულ ხალხს, არ ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, ქართული ოცნების ეს გასაგები. მაგრამ მე მივაქციე ყურადღება ერთ ძალიან საინტერესო წინადადებას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ ხალხს სუსტი ციტატა არ მახსოვს გულახდილად გეტყვი, მაგრამ დაახლოებით ესეთი შინაარსია. მის ძალისხმევა, შეარო ქართული ხალხის ძალისხმევაში მოიპოვოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოიპოვოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა თუ თავისუფლება. აი ეს თითქოს მოპოვებული გვაქვს, თითქოს სახელმწიფო გვაქვს და ნამდვილად გვაქვს, თითქოს კი არა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო მდივანი ასე უბრალოდ
არ წერს, ასე მისი სტაფი, მისი ჯგუფი და უშუალოდ ისიც არ წერენ სიტყვებს, არ წერენ ზმნებს, არ წერენ შემასპინებლს თუ არსებით სახელს და ასე შემდეგ. ეს იყო საინტერესო პასაჟი. რაგაი რუბიო ვახსენე. დაახლოებით 1 წელია გასული მას შემდეგ, რაც რუბიომ გამოუგზავნა ელჩი, მაშინ ყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში, ჯერჯერობით ბოლო ელჩი ყოველ შემთხვევაში წერი კონვერტი, რომელშიც იყო ჩაწერილი შადებული წერი. რაზე შეიძლებოდა? აი და სულ ამ სახელმწიფო დეპარტამენტთან სულ აბახვირებენ ყურადღებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ურთიერთობის გადატვირთვისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. აი, როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რაზე სამხედრო თანამშრომლობა, შუა დერეფანი, აი, რაზე შეიძლება იყოს საუბარი, ყოფილიყო იმ წერილში საუბარი და აი იგივე პიტერ ანდრეული რო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსული ამ 3-4 დღის წინ, ის რაზე ელაპარაკება? როგორ ფიქრობთ? ან რა არის ამერიკის თავარი წინააღმდეგ? გასაგებია, მე მგონია ირაკლი, რომ აქ საუბარი იყო უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ საქართველოს დაანებოს თავი ირანთან შედარებით ახლო ურთიერთობებს, უნდა დაანებოს თავი ჩინეთზე საქართველოს დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, გაძლიერებას, უნდა დაანებოს თავი იმ ქმედებებს, რომლებიც რეალურად საფრთხეს უქმნის ამ ევროპის ამ ნაწილში დასავლეთის ამერიკის ინტერესებს და უნდა რასაკვირველია, ასევე დაარეგულიროს ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა შიდა პოლიტიკურ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს არის სრულად მიუღებელი კანონმდებლობების გაუქმება და უკან გაწყვეტა, რაც მიღებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წნეხის შეჩერება. მე მგონია, რომ ესეთი ფუნდამენტურ საკითხებზე იქნებოდა აქ საუბარი და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ რაღაცა ფორმით გადაიხედოს ის მდგომარეობა, რომელიც შექმნა ანტიკართულ მოძრაობამ საქართველოსა და ამერიკას შორის. რეალურად საქართველო იყო ყოველთვის ლიდერი ქვეყანა დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხო? ჩვენ ვიყავთ ყოველთვის დასაყრდენი როგორც ევროკავშირისა და ევროპის, ასევე ამერიკის ამ რეგიონში და ნებისმიერი ახალი ინიციატივა, ნებისმიერი ახალი იდეა, ნებისმიერი ახალი წამოწყება იწყებოდა ხოლმე ყოველთვის საქართველოს ჩართულობით. ან ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, ამ პირველებს ჩვენ მოგმართავდნენ ხოლმე, რომ დაგვეწყო ამაზე ფიქრი. ეხლა კიდევ სიტუაცია თავიდანვე შეიცვალა, ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში თუ როგორ იზრდება ირანის გავლენა საქართველოში, როგორ იზრდება ჩინეთის ფაქტორი საქართველოში, რაც თავისთავად ცხადია, რომ ვერანაირად ვერ იქნება ამერიკის ინტერესებში. შესაბამისად, აი ესეთი ფუნდამენტურ საკითხებზე ვფიქრობ, რომ იქნებოდა საუბარი. კი, გეთანხმები აბსოლუტურად. მე არ ვიცი რეაქცია თუ არა ყურადღება თქვენ დიპლომატებსაც კი, გამოცდილ დიპლომატებსაც დამეთანხმე. ახასიათებთ ხოლმე ხანდახან სიტყვა გაექცევა და აღარ ლაპარაკობ პირებზე, რომლებიც გამოუცდელები არიან. გამოუცდელმა ირაკლი კობახიძემ ამასინათ ამ 3-4 დღის წინ წასულა დაახლოებით შემდეგი სიტყვა. დაახლოებით კი არა სულ ციტატირებას მოვახდენ პრაქტიკულად. სომხეთსა და აზერბაიჯანს არ სთხოვს ამერიკის შეერთებული შტატები პატიმრებისგან თავისუფლებასო და ეს რატომ უნდა იყოსო ჩვენთან საჯილდაო ქვა. ეს სიტყვები არ უხმარია, არ მოუშვენიებია, მაგრამ რატომ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენ პატიმრები? მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად შეუგნებელი გამოცდილობის გამო მათ შორის. ასდენა იყო. მე ამან თითქოს მიმანიშნა, რომ ხსენებული პირები შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეს არ არის უმაღლესი თანამდებობის ან უმაღლესი დიპლომატიური რანგის პირები, მაგრამ მნიშვნელოვანი პირები დასაკვირველია. მათ შორის, რასაც თქვენ ბრძანებთ, ამაზეც ელაპარაკებიან, რომ აქ დემოკრატიის უკუსმა გაქვს, აქ ამდენი და ამდენი პატიმარი ყავს და მაგრამ კითხვა შემდეგია. რატომ არ სთხოვენ აზერბაიჯანს, სომხეთში არ ვიცი პატიმრები არ ეყოლებათ. აზერბაიჯანს პატიმრებისგან თავისუფლებას და რატომ სთხოვენ საქართველოს? როგორ დავუპასუხოთ ქართულ ოცნებას? რატო არის ჩვენთვის ეს ამგვარი მოთხოვნა და აზერბაიჯანისთვის არ არის ამგვარი მოთხოვნა? ირაკლი, მადლობა კითხვით. ჯერ ერთი მიმაჩნია, რომ ეს რაც გასაკობახზე მელაპარაკა არის სრული აბსურდი. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ ერთი რომ ემუშავებიან და ესაუბრებიან აზერბაიჯანს ეს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც მათთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიხილეთ ბოლო 2 კვირის მანძილზე
თუ რა უმკაცრესი რეზოლუციები გამოაქვეყნა ევროპარლამენტმა აზერბაიჯანთან მიმართებით და როგორ მოხდა პირდაპირ მითითება იმ სირთულეებს, რომელიც არსებობს ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის, მე მგონია, რომ ეს არის უბრალოდ ილუზია, რომელსაც ნერგავს ახლა ქართული ოცნება, რომ თითქოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით დასავლეთი რაღაცებზე თვალს ხუჭავს. ეს არის ტყუილი. დასავლეთი არაფერზე არ ხუჭავს თვალს არავისთან და განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც დასავლეთს განხორციელებს ყველაზე მეტი ინვესტიცია. საქართველოს შედარება ან აზერბაიჯანთან ან სომხეთთან არის უბრალოდ მართლა დილეტანტიზმის უმაღლესი მწვერვალი, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკასა და დასავლეთს გაცილებით დიდი ძალისხმევა აქვთ განხორციელებული ბოლო 35 წლის მანძილზე, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონის ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ აქ პარალელების და ტოლობის ნიშანის გავლება ჩემთვის არის სრულიად წარმოუდგენელი. საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში, რომელთან მიმართებითაც უდიდესი როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, ასევე პროფესიონალური რესურსი იქნა ჩადებული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ანუ აქ ტოლობის ნიშნის დასმა რაღაცა ფორმით შედარება საქართველოსი აზერბაიჯანის სომხეთის არის უბრალოდ არ ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი აბსურდი, რაც ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ და ასე ვთქვათ, შედარება იმისა თუ რატომ იგივე არ ხდება საქართველოში, გეთანხმები სულად ცხადყოფს იმას, რომ რეალურად ესე უნდათ რომ იყვნენ. ესე უნდა რომ წარმოაჩინოს საქართველოს რომ თითქოს ჩვენს ასე ვთქვათ, კონდეს მსგავსი რაღაც გარკვეული კანონდარღვევები და მძიმე გადაცდომები და ეს რატომღაც უნდა გვეპატიოს თურმე რომ იმიტომ რომ ვითომ სხვასაც ეპატიება, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ნონსენსი, არ სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მე მის სიტყვას ვიტყურადღებას არ მივაქცევდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ყოველთვის იყო განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში, ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი იყო ყოველთვის გამორჩეული და ყოველთვის ძალიან კარგად და ნათლად აღქმული დასავლეთში, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკას შეერთებულ შტატებში. შესაბამისადაც იყო ჩვენდამი დახმარება განსხვავებული და განსაკუთრებული რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ამიტომ რა შვაშია, როგორ შეიძლება იგივე სხვა მე თუ ასე ვიტყვი, გიგი, რომ სხვა კლასში, არის სხვა ლიგაში თამაშობდა აი თუ მაინც და მაინც რაღაც გუშინ ვიჩაკვარაცხელია გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მორიგჯერზე და საფეხბურთო ტერმინებით უნდა ვილაპარაკოთ მაინც და მაინც საქართველოს თამაშობდა სხვა ლიგაში და დაქვეითება მისი გასაკვირველია განსაკუთრებით მიუღებელია სომხეთის და აზერბაიჯანის მათ შორის მაგრამ სომხეთის განსაკუთრებით დინამიკა როგორც ასეთი არის აღმავალი სულ ამას ვამბობ ხოლმე და ჩვენი აღმავალი რომ ამასაც ვერ პატიობენ თუ ამის გამოც გვაკრიტიკებენ. გერმანიის კანცლერი ყოფილი ან საფრანგეთის ლიდერი სიმართლე გითხრა სულ მავიწყდება ხოლმე რომ გადავამოწმო რომელმა თქვა. ეს არის ავტორი სიტყვებისა რომ ევროპა იწყება ლისაბონიდან და მთავრდება თბილისში. ეს ის პერიოდია, როდესაც სომხეთი ჯერ კიდევ ამ სიტყვებს წარმოთქვამს ერთ-ერთი ლიდერი მაშინ, როცა სომხეთი ასე ღიად ყოველ შემთხვევაში არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. კითხვა ამგვარია გიგი. ევროპა იწყება ლისაბონიდან და ალბათ თავდება ერევანში ახლა უკვე. მაგრამ თითქოს მოფარგლული იყო 2030 წელი, გაფართოების ბოლო ტალღასაც კი უწოდებდნენ. ხომ არ ფიქრობ, რომ რაღაცა ჩვენ ჩამოვჭით უკრაინა-მოლდოვას, განსაკუთრებით აი ამ რეგიონში. შეიძლება ჩვენ და სომხეთმა ამ სირთულეების გადალახვის გათვალისწინებით ერთად შევაბიჯოთ, ოღონდ უკვე შემდგომ ტალღაზე თუ ეს ტალღა საერთოდ იქნება. ირაკლი, მე ნამდვილად ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ სომხეთს. მე მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს წინსვლა სომხეთის ევროინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საქართველოს თვისობრივად სრულიად სხვა ეტაპზე იმყოფება. საქართველოს ძალიან ბევრი წლით, ძალიან ბევრი მოცემულობით უსწრებს ახლა სომხეთს. საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილი 2014 წელს, 2017-ში მიღებული გვაქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, 2023 წლის ბოლოს მიღებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ანუ ჩვენ რეალურად ახლა ვიმყოფებით სრულიად სხვა სივრცეში, სრულიად სხვა განზომილებაში. ჩვენ ახლა ვართ რეალურად კანდიდატი ქვეყანა.
ანუ ჩვენ თუ ეხლა წარმოვიდგენთ იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს დაველოდოთ სომხეთს და ეს იქნება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სცენარის ყველაზე ცუდად განვითარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ სომხეთს დაჭირდება გარკვეული წელი. მინიმუმ 7-8 წელიწადი კი ბატონო. მეტი წელი დაჭირდება იმისათვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ მე არ მინდა რომ ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ იმაჩია, რომ ძალიან კარგი დინამიკა დაიწყო და მივესალმები მაქსიმალურად მათ ძალისხმევას, მაგრამ საქართველოს ეხლა არის ძალიან წინ. მის გიგი. აბსოლუტურად გითხრები და ალბათ შენი როგორც დიპლომატის პასუხი უფრო სწორია, ვიდრე ჩემი როგორც არადიპლომატის რაღაც კრიტიკული გააზრება ამის. მაგრამ უყურე მეორეს მხრივ, ცალკე სახელმწიფო ხო ვერ შექმნის ერთი სახელმწიფო. ჩვენ ჩამოვჭით ობიექტურად აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას. თუ მათი ევროკავშირის ინტეგრაციის ბოლო პერიოდი, ბოლო ვადა დასახელებულია 20-30 წელი და ვინიცის და 28-ში მოხდება ეს. ვინიცის და 29-ში მოხდება პოლიტიკური განაცხადებაა საბოლოო ჯამში მისაღები. ჩვენ 26 წელია ახლა. ამ დინამიკით ჩვენ ვერ ვეწევით მათ. მაშინ იმისთვის რომ ეს ყველაფერი შედგეს, ჩვენ ძალიან სწრაფად. აი უხეშად ეს რო ამბობენ ხოლმე. უშინ უნდა შევცვალოთ ჩვენი დინამიკაც, ჩვენი პოლიტიკაც, ჩვენი მიდგომებიც. არა ეს გუშინ, ანუ ხვალიდელი დღე უფრო ზუსტი რო იყო, არა და არ დგება. ანუ ცვლილებებს და შეითქმის არ იყოს უკან და უკან მოვდივართ. მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხითაც. აი ცოტა საბნეული ვარ. შესაძლოა დაათრევი კი არა, არასწორია. დაჯგუფება ეხლა საქართველოსი სომხეთთან, ამის თქმაც კი. მაგრამ დაჯგუფება მოლდოვასთან და უკრაინასთან რო არ გამოდის, ესეც ფაქტია. სადღაცა აი სკილასა და ქარიბჭას შორის გაჭედილი ქვეყანა გამოვდივართ თითქოს თან ვართ და თან არა ვარ. სწორი მაჭარბებ ჩემს ემოციებში. არა, ირაკლი, უბრალოდ ეხლა რა ხდება? უახლოეს მომავალში უკრაინა და მოლდოვა გახსნიან მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ. მოლაპარაკებების გახსნა გაწევრიანების შესახებ ეს არის სულ ბოლო ეტაპი საბოლოო წევრობამდე. 2030 წელი იყო ნახსენები, იმიტომ რომ ამ წელს დიდი ალბათობით მოხდება გაფართოების შემდგომი ტალღა, სადაც უკრაინა და მოლდოვაც იქნება რასაკვირველი გათვალისწინებული და მათთან ერთად იქნება კიდევ 7 დასავლეთ ბალკანური ქვეყანა, რომლებიც ჩვენზე ასევე ძალიან წინ იყვნენ 2022 წლის 24 თებერვალამდე. მაგრამ რეალურად მიუხედავად ამ ურთულესი მდგომარეობის, რომელსაც საქართველოს იმყოფება და საქართველოს ნამდვილად აღარ მოიაზრება უკვე იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელთანაც დაიწყება გამოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. მიუხედავად ამისა, საქართველოს კიდევ აქვს შანსი, შესაძლებლობა, რომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, კი ბატონო, გეთახმები, როგორც წესი, ევროკავშირის გაფართოება არ ხდება ხოლმე ცალკეულ ქვეყანთან მიმართებით, მაგრამ იყო გამონაკლისები სხვა ევროკავშირის ისტორიაში, ჩვენ ვიცით, რომ იყო ორი გამონაკლისი, ეს არის საბერძნეთი, ეს არის 1972 წელი და ეს არის 2013 წელი ხორვატია. ამ ქვეყნებს ყავდათ ძალიან სერიოზული ლობისტები ევროკავშირში თავად და მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ ქვეყნებისა. ისინი ინდივიდუალურად გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ანუ მე კიდევ ერთხელ პოზიტივს ასე ვთქვათ ვეჭიდები და მინდა რომ შევინარჩუნო ეს პოზიტიური განწყობა. თუ ჩვენთან რეალურად შეიცვალება სიტუაცია და თუ მოხდება რეალურად პროდასალური კურსისკენ დაბრუნება, მე არ მინდა გამოვრიცხო შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიმართებით მოხდეს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება. დასავლეთ ბალკანეთის 7 ქვეყანას და პლუს მოლდოვა, უკრაინა, მოლდოვას. და მე კითხები, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ უხეშად ასე რომ იტყვიან ხოლმე, ერთ დღეში გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ერთ დღეში, ანუ ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა ვიაროთ, რომ ეს პოზიტიური დინამიკა და ეს შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც არ არის დაკეტილი, მაყურებელს უთხრათ. ხო, მაგრამ იკეტება. ასე უნდა თქვი, ცოტა ხანი იქნება ღია, ხო? ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვხენოთ. მაგრამ ახსენე შენ უკრაინა. არის თუ არა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება თუ გნებავთ ასევე კვანძის გახსნა უკრაინასთან მიმართებაში
ერთ-ერთი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოშიც ერთგვარად ყველა სიტყვას ვწონი, ან კარდინალურად შეიცვალოს მდგომარეობა ვითარება და პოზიტიური დინამიკით წავიდეთ, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ევროკავშირის და ნატოს შეგრა მაგის პასუხია შეიძლება ტრანსფორმირდეს, სხვაგვარად გადაკეთდეს განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის ერთგვარად დასრულების შემდეგ, მაგრამ აი უკრაინაში კვანტით გახსნა რამდენად შეგვეხიდება. ნუ ცხადი მოცემულობით გულისხმობ, როცა უკრაინა იმარჯვებს, ან მარცხდება, მოდი ასე ვიტყვი. ცხადია, უკრაინის გამარჯვებას ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ქართული ხალხის გასაკეთებელს სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად, რომ ავტომატურად აქ არაფერი არ მოხდება. ავტომატურად აქ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენს გარშემო იცვლება რეალობა, აქ ასე მარტივად ყველაფერი არ შეიცვლება. უკრაინის გამარჯვებას და მე მჯერა რომ ეს ძალიან მალე მოხდება, ვადდენ ვეფრათ თვალყურს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, რეალურ კრიზისს, არა იმას, რასაც ქართული რუსი პროპაგანდისტები ევროპაზე ყვებიან, ამიტომ რეალურ ეკონომიკურ კრიზისს, სადღეშიც არის ახლა რუსეთი და ვადდენ ვეფრათ თვალყურს იმ უკუსვლას, რომელსაც ადგილი აქვს ფრონტის ხაზზე უკრაინაში. მე მგონია, რომ ეს ძალიან მალე ასე მოხდება. ამას რასაკვირველი იქნება უმნიშვნელოვანესი გავლენა საქართველოსაც, მაგრამ თავიდან ბოლომდე ყველაფერი გადასაწყვეტი იქნება ქართული ხალხის მიერ. ქართულმა ხალხმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, გადადგას მიმართოს ყველა იმ ღონეს იმისათვის, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლეთთან ინტეგრაციის გზას ევროკავშირთან დაახლოვისა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის გზას. იგი პრაქტიკულად ბოლო კითხვა, მე გეთახმები და პოზიტიური ბოლოდინი, რომელიც გააქვთ თქვენ უკრაინის არა მხოლოდ სტრატეგიულ, არამედ ტაქტიკურ დონეზე გამარჯვებასთან დაკავშირებითაც, ხო, მე ვიზიარებ ამ ბოლოდინს ეკონომიკური კრიზისი, ადამიანური რესურსის კრიზისი, სამხედრო მრეწველობაში კრიზისი, ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელიც არის რუსეთში, რომ დაიხალა რაღაც ელიტის ნაწილი მაინც ამ ეგრეთ წოდებული SVO-თი, რომელიც 4 დღეში უნდა დამსვენებლად იყო და მე 5 წელი გასრულდება ლამის მალე და ვერ სრულდება ეს SVO და ეს მობერებული და ცოტა სასაცილო კაციც მერქი ასე ვიტყვი, დიქტატორი პუტინი, ბევრი ფაქტორი აქვს. დასავლეთის კონსოლიდაცია, განსაკუთრებით ევროპის, ასე ვიტყვი, რომელიც გვიან შესაძლოა, მაგრამ ხდება, რომ აუცილებელია მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ბარემ ვკითხავ, ამასობაში რუსეთმა შეიძლება, რომ ხელფეხის რო იქნებს უაზროდ, ცოტა უფრო მეტად მოიქნიოს ხელფეხი და კიდევ უფრო სერიოზული საფრთხეების წინაშე დააყენოს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ცალკეული სახელმწიფოები, გულისხმობ მაგალითად სუვალკის დერეფანს, გულისხმობ თუნდაც ბირთვულ ლიბომის გამოყენებას, ესტონეთზე შეტევას, კალინინგრადამდე ხაზის გაჭრას, ბევრ რამეზე ლაპარაკობენ. მე მგონია, რომ რესურსი რუსეთს არა აქვს, მაგრამ შესაძლოა მე ვცდები. მე ვფიქრობ, რომ ისინი უკვე ამ პროცესში იმყოფებიან, ჩვენ გუშინ წინ ვიხილეთ რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნა საცხოვრებელ სახლზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურების, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ემზადება ფართომასშტაბიანი გარკვეული სამხედრო ოპერაციისათვის ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ პირდაპირ რეჟიმში ვადევნებთ თვალყურს აი მუქარას და იმ პროცესებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს სომხეთთან მიმართებით. რასაკვირველია, ეს რუსეთს უკვე დაწყებული აქვს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ხედავთ თუ როგორ მარცხდება რუსეთი ყველა ფრონტზე საქართველოს გარდა. უყურეთ რა მოხდა უნგრეთში, ვადევნებთ თვალყურს თუ როგორ ხდება რა მდგომარეობაში ის მსოფლიოს სხვა პარტნიორებს, მის პარტნიორთან მიმართებით, როგორ უსუსურია ის ირანთან მიმართებით, როგორ ვერაფერს ვერ აღწევს ვერც ერთი მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში. ამის გათვალისწინებით მე ვფიქრობ, რომ მას უკვე დიდი რესურსი აღარაფერს აღარ დარჩენია. ერთადერთი გამოსავალი ხა რაც შესაძლებელია გამოსავალი ბჭყალებში, რაც იქნებოდა ჩემი აზრით ასევე, ანუ მისი გადმოსახედიდან, პუტინის გადმოსახედიდან, ეს იქნება, რომ რაღაცა ფორმით მას მიეცეს შესაძლებლობა ძალების აღდგენის. ანუ რაღაც უსამართლო ზავის
დაძალების ფორმატი, რომელიც თქვათ ან გაყინავს დროებით ან შეაჩერებს მდგომარეობას იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს მიეცეს გადაჯგუფებისა და მოსუნთქვის შესაძლებლობა. მიდიახ და ასეთაც განახლების შესაძლებლობა. მაგრამ მე აღარ მგონია, რომ რეალურად ამის რესურსი რუსეთს გააჩნია, რუსეთი მიდის უკან და ეს პროცესი, რაზეც ახლა ჩვენ დავსაუბარი, მას უკვე დაწყებული აქვს. ანუ უმისამართოდ სრულიად აგრესიულ რეჟიმში, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც ისე უკვე აღარ ერიდებიან პირდაპირ პროვოკაციებს. მე მიმაჩნია, რომ ამასთან დასავლეთ ჭირდება ძალიან კაფიო, ძალიან პირდაპირ და არაროზროვანი პასუხი, იმიტომ რომ ეს არის ამავე დროს დასავლეთის ერთიანობის გამოცდაც. რუსეთი ამ ტაქტიკას იყენებს 2008 წლიდან საქართველოსთან მიმართებით. მიმაჩნია, რომ უკვე დასავლეთი უნდა ხვდებოდეს ძალიან კარგად, რომ ოდნავი ასე ვთქვათ შეყოვნება, ოდნავად ასე ვთქვათ თვალის დახუჭვა ან საჭირო ყურადღების არ მიქცევა მსგავსი სახის დარღვევებისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. მით უფრო 2015 წლიდან, როდესაც ვარშავის ნატოს სამიტზე განისაზღვრა, რომ კონვენციური ომი არ არის მხოლოდ სახმელეთო ომი. კონვენციური კი არა, ჰიბრიდული ომიც არის ომის ნაწილი და ჰიბრიდულ ომზე მეტია, როცა დრონი შეფრინდება რომელიმე აღმოსავლეთ ევროპა, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპულ სიმეტრიული თუ ასიმეტრიული, მოკლედ ადეკვატური პასუხი რუსეთს რა საკვირველი ხარავის არაფრის ხილ არ მოუწოდებ ხელ კონვენციური ომში ჩართვისაგან, მაგრამ ბრიუსელი ან ზოგადად დასავლეთი ხო უნდა იყოს უფრო მკვეთრი და ეს მოლოდინი არსებობს კიდეც პრინციპში, თუ რუსეთი კიდე უფრო მეტად გათავხედდება თუ ამზაფრებს პოლიტიკას, მათ შორის კალინინგრადის მიმართულებით. ხო, მინდოდა მელაპარაკა სიმართლე გითხრათ თურქეთზეც, მაგრამ ჩვენი დრო იწურება პრინციპში კი ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ. მაყურებლისთვის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ანალიზი იყო საინტერესო, როგორც სომხეთში, კავკასიაში, ირანზეც გვინდოდა ვესაუბრა, მაგრამ ვეღარ ვახერხებ. და კავკასიაში და პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველ ყოვლისა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მე ვიზიარებ თქვენს ოპტიმიზმს ერთის მხრივ, მაგრამ რეალურად ვაფასებ თქვენი არ იყოს ვითარებას, ძიმე ვითარებას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ გამოვძვრებით ამ ვითარებიდან. ქართული ხალხი არის ამის, ქართული ხალხის შემართება მის საფუძველია ერთ-ერთი და დასავლეთის მხარდაჭერა რასაკვირველია. მადლობა გიგი. დიდი მადლობა თქვენ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.